რომელ კვადრატულ განტოლებას აქვს უმცირესი მაქსიმალური მნიშვნელობა. სამი სხვადასხვა სახით არის გადმოცემული სამი სხვადასხვა განტოლება, ერთი არის პირდაპირ არის მოცემული, მეორე არის ცხრილის სახით, მნიშვნელობებია ჩამოწერილი, მესამე გრაფიკის სახით. გრაფიკის სახით რომელიც ამოცემული პირდაპირ ეტყობა რომ მაქსიმუმს აი აქ აღწეროს დაახლოებით, აი ამ წერტილას, როცა 4-ის ტოლია x-ი, მნიშვნელობა ამისი არის -1. ესე იგი, ამისი მაქსიმუმი არის -1. მოდი მივწერე კიდეც max, აი ესე. არის -1. ახლა შევხედოთ g თუ jx თუ gx. ეს იყო h-x, ახლა gx. gx-ის მნიშვნელობები ჩამოწერილი გვაქვს და ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამათგან ჩანს ერთი შეხედვით რომ არის 5. ამიტომ ამისი მაქსიმალური მნიშვნელობა არის 5. კი ბატონო. აი ახლა აქ ცოტა უფრო საინტერესოა. როცა ჩაწერილი გვაქვს განტოლების სახით, აი ეს ესეთი ფუნქცია, ხო, კვადრატული. მარტივი არ არის პირდაპირ მივხვდე რა იქნება მაქსიმუმი. ამ შემთხვევაში მაქსიმუმი, იმიტომ რომ ცხადია ქვემოთ რქებიანი პარაბოლა იქნება ქვემოთ, ხო? ქვემოთ იქნება გახსნილი რქები. ამიტომ რა უნდა ვქნათ? ამიტომ უნდა შევავსოთ ეს ჩანაწერი სრულ კვადრატამდე და ეგ დაგვეხმარება უკვე კითხვაზე პასუხის გაცემაში. და ახლა როგორ შევავსებ ამას მე? მოდი ჯერ გადმოვწერ. ესე იგი. ანუ უბრალოდ პირდაპირ დავწერ ესე. ეს იგივეა რაც და დავიწყებ პრინციპში შევსებას. პირველ რიგში მინუს გავიდან გარეთ მოსახერხებელს ხდის ხოლმე ჩემი აზრით უფრო რაღაცებს. და ახლა შეგინთ რა დარჩება? შეგინთ იქნება x კვადრატს დამატებული, არა, გამოკლებული, ეგ უკვე შემეშალა. გამოკლებული, იმიტომ რომ მინუსი წინ გავიტანე, ნიშნები უნდა შეიცვალოს, -6x-ი. და მე ცოტა ადგილს გამოტოვებ დამატებული 1. ახლა რატომ გამოტოვე ადგილი? იმიტომ რომ შევავსო ეს სრულ კვადრატამდე, მჭირდება რაღაც დავამატო და გამოვაკლო. ერთნაირი რიცხვი, ხო? ერთი და იგივე რიცხვი. ახლა რა რიცხვი იქნება ეს? ვიცი რომ შუა წევრი -6x-ი არის სინამდვილეში პირველი და მეორე წევრის გაორკეცებული ნამრავლი, ანუ როცა სრულ კვადრატზეა საუბარი. ამიტომ ავდგები და უბრალოდ -6-ის ნახევარს ავიღებ და ავიღონ კვადრატში. ეს იქნება 3 კვადრატში, ანუ -3 უფრო სწორად კვადრატში, ანუ 9. ესე იგი გამოდის რომ უნდა დავუმატო მე ამას 9 და მე ბალანსი რომ იყოს, რომ არ დაირღვეს განტოლება, გამოვაკლო კიდეც 9, რომ საბოლოო ჯამში არაფერი გამოვიდეს შეცვლილი. უბრალოდ შეცვლილი ახლა ის გამოა, რომ მე აი ამას გადავწერ სრული კვადრატის სახით. და კერძოდ როგორ? მოდი განვაგრძობ. ეს იქნება ასეთი რამ. წინ ისო მინუსი და ფრჩხილებში მექნება x გამოკლებული 3 კვადრატში და ამას გამოკლებული 8, იმიტომ რომ -9 + 1 გვაქვს. ესე იგი, ამას გამოკლებული 8. ახლა მოდი დავუკვირდეთ. მოდი მინუსიც გადავანაწილოთ პრინციპში და მე დავუკვირდეთ. მინუსი რომ გადავანაწილოთ ამ წერებზე, გვექნება -x-3 კვადრატში + 8. ახლა შევხედოთ. x-3 ყოველთვის არის კვადრატში, ამიტომ x-3 თვითონ რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის რადგან კვადრატშია, აი ეს ნაწილი იქნება დადებითი სულ, და რადგან წინ მერე მინუსი აქვს, ეს მთლიანი პირველი წევრი იქნება ყოველთვის უარყოფითი. ამიტომ x-ი რაც არ უნდა ავირჩიო, აქ მექნება უარყოფითი რიცხვი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ავირჩიო x 0-ს. x-ი როცა 0-ს არა, უფრო სწორად, როცა ავირჩიო x 3-ს, რაც თვითონ აი ამ გამოსახულებას გაანულებს. x-ი როცა იქნება 3, აი ეს გამოსახულება x-3 განულდება, რადგან განულდება 0 იქნება კვადრატში, წინ მინუსით, ამიტომ მთლიანი გამოსახულება იქნება 0. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა x-ი მომცემს უარყოფით რიცხვს. ამიტომ 3 უნდა ავირჩიო x-ი, მექნება აქ 0 და მაქსიმალური მნიშვნელობა მაგ შემთხვევაში იქნება 8. ესე იგი გამოდის რომ აი ამ განტოლების მაქსიმალური მნიშვნელობა არის 8 და რადგან მოგეკითხებიან უმცირეს მაქსიმალურ მნიშვნელობას, ეს არის -1 h-x-ის უმცირესი მაქსიმალური მნიშვნელობა.